მოგესალმებით. დღევანდელი ევროპა უფრო ყოფილი ევროპაა, ვიდრე ის, რაც საზოგადოებას წლების განმავლობაში დაამახსოვრდა. ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების გამოყენებით დღეს Deep State-ი, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ანუ გლობალური ომის პარტია აკეთებს იმას, რაც სურთ. და თუ ვინმე მათ ეწინააღმდეგება, იწყება მათი დემონიზაცია. ამისთვის გამოიყენება უკვე კლასიკად ქცეული მედია დიქტატი. ეს მედია დიქტატი ერთ-ერთში ჰგავს ორველისეულ რეალობასა და ორველისეულ ჭეშმარიტების სამინისტროს. ჭეშმარიტების სამინისტროს მთავარი დანიშნულება იყო პოლიტკორექტული სიმართლის დადგენა, თუნდაც ეს პოლიტკორექტული სიმართლე მხოლოდ ერთი დღის ვადით ყოფილიყო აუცილებელი და შემდეგ მეორე დღეს შეიძლება საწინააღმდეგოც ეთქვათ. სწორედ ასე არის დღეს ევროპული მედია, Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შემსრულებელი. დღეს შეკვეთილი რეალობა ითხოვს იმის მტკიცებას, რომ მოლდოვა არის განვითარების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხარისხით მაღალ საფეხურზე მყოფი ქვეყანა. ამიტომაც ევროპული მედია ხოტბას ასხამს მაია სანდუს, მის ხელისუფლებას. მასზე მეინსტრიმ მედიაში მხოლოდ დადებითი განცხადებები და სიუჟეტები კეთდება. სტატიებიც მოლდოვას მიღწევებზე საუბრობს. არადა თუ კი მოვიყვანთ იმ მაგალითებს, რაც მოლდოვაში ხდება, ცალკე აღებულ თითოეულ მათგანზე ევროკავშირისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან მხოლოდ კრიტიკა იქნებოდა, თუ კი მსგავსი ფაქტები Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიისთვის მიუღებელ ქვეყანაში მოხდებოდა. მოვიყვანოთ ეს ფაქტები. ყველაზე ხმაურიანი და თვალშისაცემი არის მოლდოვაში პოლიტიკური ოპონენტების დევნა და სასამართლოს გამოყენება მათ წინააღმდეგ. 2025 წელს 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და როგორც ჩანს, მაია სანდუს ძალიან ეშინია იმ პოტენციური კანდიდატების, რომლებიც მას გაუწევენ წინააღმდეგობას. ერთ-ერთი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერი ევგენია გუცული, რომელიც დააკავეს. ევგენია გუცული პარტია შორის წევრი იყო და სწორედ ამ პარტიისთვის გამოყოფილ სავარაუდოდ კონტრაბანდულ ფულზეა საუბარი. გუცული 25 მარტს დააკავეს. მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც წესით 13 ივნისს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ პროკურორებმა შემდეგ ხელახლა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და ევგენია გუცული 13 ივნისის შემდეგაც 30 დღით შინაპატიმრობაში დატოვეს. ამას ემატება ისიც, რომ 1 ივლისს მოლდოვას პროკურატურამ მოითხოვა, რომ ევგენია გუცული 9 წლით დააპატიმრონ და 5 წლით აუკრძალონ მმართველი თანამდებობის დაკავება. ამ საქმეს ევროკრატები უბრალოდ არ იმჩნევენ. არ იმჩნევენ იმიტომ, რომ მაია სანდუ და მისი ხელისუფლება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის დაკვეთების შემსრულებელია. ამ დაკვეთების შესრულების ნათელი გამოვლინება იყო 15 ივნისს მოლდოვაში, კიშინოვში ჩატარებული LGBT პრაიდი. პრაიდი არათუ ჩატარდა, არამედ პოლიციის სრული მობილიზების ფონზე ჩაიარა. მეტიც, პარალელურად გამართული მშვიდობიანი აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და ტრადიციული ცხოვრების წესის მხარდამჭერები ხატებითა და ჯვრებით, პოლიციამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაარბია. იყო ისეთი კადრებიც, სადაც სასულიერო პირი მიწაზე დააგდეს. შედარებისთვის უნგრეთში, სადაც ხელისუფლება ჯიუტად წინააღმდეგი იყო, რომ პრაიდი ჩატარებულიყო, თავად ფონ დერ ლაიენის ჩართულობითა და მოწოდებებით მაინც ჩაატარეს ბუდაპეშტში პრაიდი, რასაც ზემოდან ერთვის ვიქტორ ორბანისა და ტრადიციულ ღირებულებებზე დამყარებული პოლიტიკის გატარების დემონიზაცია. მოლდოვა და მაია სანდუ ახლოს რომ ვერ მივა ვიქტორ ორბანთან და უნგრეთის მონაცემებთან, ეს ნათელია. მაგრამ ევროკრატებისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის ორველისეული რეალობისა და მათივე მედია საშუალებების გადმოსახედიდან მოლდოვაში უფრო არის თურმე დემოკრატია, ვიდრე უნგრეთში. მოვიყვანოთ სხვა მაგალითები მოლდოვას დემოკრატიულ წინსვლაზე. მოლდოვაში 2022 წლის შემდეგ 11 ტელევიზია დახურეს და აკრძალეს პარტია შორი. ბოლო მედია სკანდალი 3 კვირის წინ მოხდა. 19 ივნისს მოლდოვური ტელეარხის ექსკლუზივ TV-ს ჟურნალისტმა იულია ფედოროვამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეარხ სტოვებს, მიზეზად მოლდოვას ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ზეწოლა დაასახელა, რომელიც ჟურნალისტებს თავს ახვევს აბსურდულ წესებს და წამყვანს მარიონეტად, მოსახერხებელ მოლაპარაკე თავად აქცევს.
ცოტა ხნის წინ სრულ ინფორმაციას გავრცელდა, თითქოს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უხსნიან. ეს ინფორმაცია ბევრმა, მათ შორის ქართველმა რადიკალებმა და ნეოლიბერალებმა იმ წამსვე დაეჯერეს. შემდეგ გაირკვა, რომ რუმინეთის ახალ არჩეულ პრეზიდენტს ნიკუშ ორდანს ისეთი რაღაც წამოსდა, რაც არ უნდა წამოსდენოდა. მაგრამ ვინაიდან 4 ივლისი ახსენა, ალბათ ევროკრატებისთვის სახის შენარჩუნებისა და მარტივი გამოსავლისთვის სწორედ 4 ივლისს ჩატარდა მოლდოვისა და ევროკავშირის პირველი სამიტი. მოლდოვაში ჩასულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ უკვე ადგილზე განაცხადეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ თუ როდის გაუხსნიან მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს. მოლდოვის დემოკრატიასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ცარიელი დაპირებების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაწევრიანების პროცესში გამომდინარე მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპიდან. ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას სიტყვებია. მიღწევებს თავად არ აკონკრეტებს. სამაგიეროდ ფრაუ ფონ დერ ლაიენი ჩამოთვლის. ღვინო სარმალია და ბალადა მირიცა. ყველაფერი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ სამაყუა ჩემთვისაც. ეს არის მირიცა, ტოლმა და მოლდოვური ღვინო. არანაირი რეფორმები, განსაკუთრებული დამსახურებები, ევროსტანდარტები ან სტანდარტული ქება, მხოლოდ სმადაჭამა. როგორც ჩანს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებს მაია სანდუ განსაკუთრებულად გაუმასპინძლდა. კოშტა მის შთაბეჭდილებას ეთანხმება. ბედნიერად იღიმის. ფრაუ ლაიენისგან განსხვავებით ეს მისი პირველი ვიზიტია მოლდოვაში. კულინარიული მიღწევები გასაგებია, მაგრამ რატომ შეარჩია ლაიენმა კულტურიდან ბალადა მირიცა? ერთ-ერთი მოლდოველი წამყვანის თქმით. ეს მართლაც მსოფლიო ლირიკის ერთ-ერთი შედევრია, მაგრამ ის ფაქტი, რომ სწორედ ეს ბალადა ხვდება სამეულში, რითაც მოლდოვამ უნდა იამაყოს ევროპელი პარტნიორების წინაშე დაფიქრების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ვინაიდან სიუჟეტის მიხედვით მოლდოველი მწყემსი მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხვარი მიარიცა, მრავალჯერ აფრთხილებს მშვიდად ელოდება, სანამ დასავლელი ძმები მოკლავენ. დაეთანხმებით, ის ჟღერს როგორც მინიშნება ევროინტეგრაციის გზამ, რომელიც დასავლელმა პარტნიორებმა დაგვიგეს, შესაძლოა მიგვიყვანოს არა იმდენად ევროკავშირში, არამედ სახელმწიფოს სრულად განადგურებამდე. თუმცა ამ სამი მიღწევის გარდა ფონ დერ ლაიენისგან იყო კიდევ ორი მადლობა. მოგვიანებით უკვე პრესკონფერენციაზე ის მადლობას გადაიხდის იმისთვის, რომ ქვეყანამ ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ევროპის ქვეყნებს მეხანძრეები გაუგზავნა ხანძრების ჩასაქრობად. შეხვედრის ამ ფორმატს სამიტი დაარქვეს. თუმცა ბრიუსელიდან მხოლოდ 2 მაღალჩინოსანი მონაწილეობს. ყოვლის მომცველი უწოდეს. თუმცა სულ რაღაც 1 საათი გაგრძელდა და ისტორიულად მონათლეს და არანაირი კონკრეტული შედეგი არ გამოცხადებულა. გაწევრიანების კი არა მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებითაც კი ცნობილი არაფერია. არადა დღის წესრიგის მიხედვით სამიტს მოლდოვის მომავალი უნდა განესაზღვრა. ინტეგრაციის გრაფიკი უნდა შეედგინა. ამ კონტექსტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხოლოდ იტყვის. მოვა დრო და ეს მოხდება ადრე თუ გვიან. შემდეგ თითქოს მიანიშნებს. სამზარეულო კარგია, მაგრამ ევროპაში შესვლას ხანგრძლივი და მძიმე შრომა სჭირდებაო. გასატარებელია რეალური რეფორმები, რომლებიც მოქალაქეებისთვის ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. სამაგიეროდ ფონ დერ ლაიენი იქნება ძალიან კონკრეტული. მოლდოველებს ფულს და ცხოვრების უკეთეს პირობებს პირდება. ციფრი შთამბეჭდავია, თითქმის 2 მილიარდი ევრო. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ 1,9 მილიარდი ევროს მოცულობის ზრდის გეგმა. დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ გამოვყოფთ პირველ 270 მილიონ ევროს. თუმცა ამ თანხას ის მოლდოველებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც პირდებოდა. ახლა შარშან დაპირებული ფულის მხოლოდ 10%-ს პირდება. ისიც მომავალში. დრო დაკონკრეტებული არ არის. იმიტომ რომ ეს წელიც საარჩევნოა. 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ფრაუ ლაიენის თითქმის 2 მილიარდმა მაია სანდუს 2024 წელს თითქმის ვერ უშველა. საპრეზიდენტო არჩევნები პირწმინდად წააგო. მაშინ ფონ დერ ლაიენს თავის შეწუხება უწევს. არჩევნების ღამეს დიდი სასწაული ხდება. ევროკავშირიდან თვითმფრინავით ზუსტად იმდენ ბიულეტენს შემოაფრენენ, რამდენიც სანდუს გამარჯვებისთვის სჭირდება. ასე სასწაულებრივად გადარჩენილ სანდუს მორიგი ჯადოქრობა ახლაც სჭირდება. ამჯერად უმრავლესობა პარლამენტში აქვს მოსაპოვებელი. ამიტომაც ფონ დერ ლაიენს ისევ თავის შეწუხება უწევს. 2 მილიარდამდე დახმარებას ის ისევ აშღერებს და ისევ ძველებურად ყვება, რამდენი რამ შეიცვლება ამ ფულით რიგითი მოლდოველის ცხოვრებაში.
ეს ნიშნავს ახალ რეგიონულ საავადმყოფოს ბელცში აღდგენილ გათბობის სისტემას კიშინიოვში და უფრო დაბალ გადასახადებს ელექტროენერგიასა და გაზზე და რა თქმა უნდა მრავალი ინვესტიცია ჩაიდება მოლდოვის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. ჩვენ ასევე მოვინიშნავთ იმ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია მოლდოველებისთვის ევროკავშირში მოგზაურობისას როუმინგის შემცირებასთან, ისევე როგორც დიასპორის წევრებისთვის, რომლებიც ბრუნდებიან სახლში არ დადეგებზე, უფასო Wi-Fi დამონტაჟდება კიშინიოვის საჯარო სივრცეებში. ისე ჟღერს თითქოს ფონ დერ ლაიენი იყრის კენჭს მოლდოვის პარლამენტში და საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს. ანტონიო კოშტაც ეხმარება. ის ჩამოთვლის, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ევროინტეგრაციით მოლდოვას. და ეს გაგრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნით, ახალი შესაძლებლობებით, ბიზნესით, ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტებით, თქვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდით და რაც მთავარია, მთელი მსოფლიოს უმსხვილეს ერთიან ბაზარზე უფრო ფართო წვდომით. აი ეს ნიშნავს ინტეგრაციას ევროკავშირში. ორივე ერთად რა თქმა უნდა მაია სანდუს საარჩევნო ხმებისთვის ირჯებიან. ისე თითქოს სამიტი კი არა საარჩევნო მარათონი აქვთ. ამიტომაც დეკლარაცია, რომელიც ამ ღონისძიების შემდეგ მომზადდა, ზოგადი და შაბლონურია. არ არის არც თარიღები და არც ვადები. არც გაწევრიანებაზე და არც მოლაპარაკებების გახსნაზე არაფერია. თუმცა ეს ისედაც ცნობილი იყო. უფრო ადრე, როგორც ევროკავშირის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა მოლდოვაში, იანეს მაჟეიქსმა, ასევე რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანიმ დაადასტურეს, რომ კიშინიოვში გამართულ სამიტზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გამოცხადება არ მოხდება. ეს იყო შეცდომა, თუმცა შეხვედრა შედგება. მოლაპარაკების პირველი კლასტერი არ გაიხსნება. ამიტომაც ეს სამიტი მაია სანდუს პოლიტიკურ მომავალს უფრო დაუკავშირეს ვიდრე მოლდოვის მომავალს. თუმცა ამ სამიტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ღონისძიების კიშინიოვში ჩატარება ერთგვარი კომპენსაციაა. მოლაპარაკებები არ გაუხსნეს. არც იციან როდის გახსნიან და გახსნიან თუ არა საერთოდ. სამაგიეროდ ბრიუსელის ორი მაღალჩინოსანი ესტუმრნენ და სამიტი გაუმართეს. საარჩევნო პიარისთვის უნდა ეყოთ. ამას ოაზუნ ანტოიც ადასტურებს, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი. ევროკავშირი თავად გადაწყვეტს, როდის დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია და პოზიტიურადაც აღიქმება, თუ ეს მოლაპარაკებები დაიწყება 28 სექტემბრამდე. გავაკეთოთ დაშვება. ფონ დერ ლაიენი საქართველოში რომ ჩამოსულიყო, თბილისში რომ ევროკავშირის სამიტი გაემართათ. რამდენ მიღწევაზე შეძლებდა საუბარს. მოუწევდა აღენიშნა, რომ საქართველო რეგიონის ის პირველი ქვეყანაა, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული მეთოდით. ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესი შეაფასა როგორც იდეალური. ახლა გავიხსენოთ, რა მოხდა მოლდოვაში არჩევნების დროს. რა ზომებს მიმართა მაია სანდუმ, რომ პრეზიდენტის ტიტული შეენარჩუნებინა. მეორე ტურამდე კი მოვლენები სწრაფად ვითარდება. 300,000 ხმას სანდუმ მაშინვე მოსყიდულად აცხადებს. მისი პროპაგანდისტული მედია ეგრეთ წოდებული მოსყიდულების სიასაც აქვეყნებს და პერსონალურ მონაცემებსაც. პარალელურად პოლიცია მიანიშნებს, რომ ამომრჩევლები რუსეთმა მოისყიდა. სხვადასხვა პლატფორმებზე იქმნება ჩატები, სადაც ხალხს სტოიანოგლოს ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. მაია სანდუს კონკურენტს საარჩევნო კამპანიის წარმართვა ფაქტიურად დანაშაულად ჩაუთვალეს. მეორე ტურის წინ სწორედ ამ 300,000 პირის გამოვლენა, დაკავება, ჩხრეკა და ხმისუფლების ჩამორთმევის პროცედურები დაიწყება. დასავლეთში დამატებითი უბნები გაიხსნება. რუსეთში 9 მილიონიანი დიასპორისთვის მხოლოდ 2 საარჩევნო უბანია და ისიც მოსკოვში. მოლდოვის რიგ რეგიონებში, გაგაუზიაში და მარცხენა სანაპიროზე მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნების ევაკუაცია განახორციელეს. ასეთი ექსტრემალური ზომების შედეგადაც კი სანდუმ წააგო. მოლდოვაში ხალხი მას მხარს არ უჭერს. ჩნდება იდეა, არცნონ არჩევნები. თუმცა ბრიუსელი ღამით დამატებით ბიულეტენებს აგზავნის და მისთვის მისაღები ანგარიში დგება. პრეზიდენტად სანდუ ცხადდება. ფონ დერ ლაიენი აქ რომ ჩამოსულიყო, საქართველოს ეკონომიკური წინსვლითაც იამაყებდა. საქართველო რეგიონში კვლავაც ლიდერია. ამას აჩვენებს ევროკავშირის ანგარიშებიც და ამას ადასტურებს 2020-2021 წლების ევროინტეგრაციის ინდექსიც. ინდექსის რედაქტორი კერი ლონგჰერსი იტყვის: ჩვენ ვნახეთ დიდი ძვრები უკრაინაში, მოლდოვაში და საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, ვაჭრობის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხებზე, ბიზნეს კლიმატზე, ასევე კლიმატსა და გარემოს დაცვაზე.
თუმცა მაშინ 2022 წელს სტატუსს მისცემენ კიევს და კიშინიოვს. თბილისს არა და მოლდოვა DST-ს წევრი ქვეყანაა. ტერიტორიული პრობლემები აქვს. კორუფცია ახრჩობს. ეკონომიკური კრიზისია. პოლიტიკურად არასტაბილურია, მაგრამ სტატუსს თბილისზე წლინახევრით ადრე მიიღებს. შემდეგ მოლაპარაკებებსაც გაუხსნიან. საქართველოს კი არა და იმიტომ რომ ბრიუსელის დავალებებს არ ასრულებს. ევროკრატები საქართველოსგან უკვე ევროპული ღირებულებების დანერგვას, ევროსტანდარტების რეფორმებს, ეკონომიკურ წინსვლას და დემოკრატიული პროცესის გაძლიერებას კი არ ითხოვენ, არამედ ომს, სანქციებს, LGBT პრაიდებს, ტრადიციების მოშლას, ოჯახის სტრუქტურის შეცვლას. საქართველოს მოწინავე პოზიციები ჰქონდა და აქვს ყველა მიმართულებით. მოლდოვის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის სტრატეგიული მიზნის შესახებ ჩანაწერი მხოლოდ 2024 წელს გაჩნდა. საქართველოს კონსტიტუციაში კი 2017 წელს. ქართული ოცნება იქნება პირველი, ვინც იტყვის, რომ 2024 წელს მზად იქნება წევრობაზე განაცხადი შეავსოს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ამბიციას შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ბრიუსელიდან ჩვენი მისამართით მხოლოდ ტაში და ოვაციები ისმის, მაგრამ უკრაინის ომი ყველაფერს შეცვლის. ქართული ოცნება ეროვნულ ინტერესებს იცავს. სურს ომი აარიდოს ქვეყანას, არა და მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვენ. სურს იდენტობა შეუნარჩუნოს ქვეყანას, არა და თავს LGBT პროპაგანდას მოგვახვევენ და კონფლიქტიც არ დააყოვნებს. ტაშს უკვე წარმატებას და დემოკრატიას კი არა მორჩილებას უკრავენ. მოლდოვა და მოლდოვის მიმართ დამოკიდებულება არის იმის სარკე, თუ რა სურთ ევროკრატებსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას საქართველოსგან. თუ კი აქ ხელისუფლება ზუსტად ისევე მოიქცევა, როგორც მაია სანდუს რეჟიმი იქცევა, მაშინ ყველაფერი იქნება. დადებითი შეფასებებიც, მაღალი დონის ვიზიტებიც, ბევრი ხელის ჩამორთმევა და გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ მიდის, რომ გაწევრიანება უფრო მალე მოხდება, ვიდრე უფრო გვიან და რომ საქართველო და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა. ასეთი დაპირებები ბევრი მოგვისმენია. უბრალოდ საქმე ის არის, რომ ეს დაპირებები სუვერენიტეტის დათმობაში იცვლება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, ანუ გლობალური ომის პარტიის სასარგებლოდ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.